11 ივლისს უკრაინამ ძლიერი მოკავშირე დაკარგა. 71 წლის ასაკში სამხრეთ კაროლინის სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ლინდსი გრემის პოლიტიკაზე აზრები შეიძლება განსხვავებული იყო, უარყოფა შეუძლებელია იმისა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაში, მას შემდეგ, რაც რუსეთთან ომი დაიწყო. მართლა გრემი კიევში პირადად ჩავიდა უკრაინის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად. გარდაცვალებამდე ერთი დრით ადრე და ბოლომდე მტკიცედ უჭერდა მხარს ამ ქვეყანას. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სენატორი გრემი აღარ არის, მისი მემკვიდრეობა დარჩება. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ორივე პარტიის კანონმდებლები მზად არიან მიიღონ სანქციების პაკეტი, რომელიც არა მხოლოდ ომს დაასრულებს, არამედ რუსეთს იმ სახით გაანადგურებს, როგორც ჩვენ ვიცნობთ. ეს ზუსტად ის არის, რაც ლინდსი გრემს სურდა მომხდარიყო. ლინდსი გრემი დაიბადა სამხრეთ კაროლინის პატარა ქალაქ ცენტრალში 1955 წელს. დაამთავრა სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტი და მისი იურიდიული ფაკულტეტი, რის შემდეგაც მსახურობდა შახურობდა შეშტატების საჰაერო ძალებში. 1982 წლიდან 1989 წლამდე ის იყო სამხედრო იურიდიული კორპუსის, ანუ JAG კორპის წევრი, რაც საჰაერო ძალების იურიდიულ განყოფილებას წარმოადგენს. საჰაერო ძალებიდან წასვლის შემდეგ 1989 წელს ის შეუერთდა სამხრეთ კაროლინის საჰაერო ეროვნული გვარდიას. და მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ყოფილა გაგზავნილი ან აქტიურად არ უბრუბრძოლია ბრძოლის, მან მაინც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შეერთებული შტატების სამხედრო ძალებში სხვადასხვა იურიდიულ და საკონსულტაციო პოზიციებზე. 1990-იანი წლების დასაწყისში მან პოლიტიკაში დაიწყო მოღვაწეობა. ჯერ სამხრეთ კაროლინის წარმომადგენელთა პალატაში მოხვდა, შემდეგ კი 2003 წელს გახდა თავისი მშობლიური შტატის სენატორი. ეს იყო პოზიცია, რომელსაც ის 20 წელზე მეტი დროის განმავლობაში იკავებდა თავისი გარდაცვალების მომენტამდე. და გრემის სამხედრო გამოცდილებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ იყო, რომ ის იმ პერიოდში ვაშინგტონში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ომის მხარდამჭერად გახდა ცნობილი. ის არაერთხელ გამოდიოდა შეერთებული შტატების ინტერვენციონისტური გლობალური როლის, სამხედრო დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდისა და ამერიკის მოწინააღმდეგეებთან პირდაპირ დაპირისპირების მხარდასაჭერად მსოფლიოს მასშტაბით. მაგალითად, ის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი იყო 2003 წელს ერაყში აშშ-ის შეჭრისა. ასევე მხარს უჭერდა ჩარევას ისეთ ადგილებში, როგორიცაა ლიბია, სირია და ირანი. და როდესაც რუსეთი 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა, გრემმა ძალიან მალე დააფიქსირა თავისი პოზიცია. კონფლიქტის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში გრემი სათაურებში მოხვდა, როდესაც როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მკვლელობისკენ მოუწოდა 3 მარტის ტვიტში, სადაც ეწერა: ეს მხოლოდ მაშინ დასრულდება, თუ ვინმე რუსეთში ამ კაცს გაანეიტრალებს. თქვენ დიდ სამსახურს გაუწევთ, თქვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს. 2023 წლის მაისისთვის რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გრემის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერი გასცა. მას შემდეგ რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც ის პრეზიდენტ ზელენსკის ხვდება და აშშ-ს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის აღწერს, როგორც საუკეთესო ფულს, რაც კი ოდესმე დაგვიხარჯოს. თავის დამახასიათებელი სტილით გრემი ამ ინციდენტს გამოწვევით გამოეხმაურა და განაცხადა: იმის ცოდნა, რომ ჩემი ერთგულება უკრაინის მიმართ პუტინის რეჟიმის რისხვას იწვევს, დიდ სიხარულს მანიჭებს. წლების განმავლობაში გრემი მუდმივად და ხმამაღლა უჭერდა მხარს უკრაინისთვის დამატებით დახმარებას. მან მხარი დაუჭირა სანქციების პაკეტებს, არაერთხელ ეწვია კიევს და მოუწოდა ვაშინგტონსა და კიევს შორის თავდაცვითი თანამშრომლობის გაღრმავებას. მაშინაც კი როცა მისი ბევრი რესპუბლიკელი კოლეგა შეიცვალა აზრი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და ქვეყნისთვის დამატებითი დახმარების წინააღმდეგ მისცა ხმა, გრემი ბოლომდე დარჩა თავის პოზიციაზე. მაგალითად, 2025 წლის თებერვალში, როცა ზელენსკისთან ერთად სცენაზე იდგა, სამხრეთ კაროლინის სენატორმა უკრაინისპლის პრეზიდენტზე მიუთითა და ცნობილი სიტყვებით არ მოთქვა: როგორ უნდა შეაჩერო პუტინი. ამ ადამიანს ბოლომდე უნდა შეიარაღო, რადგან ისინი იბრძოლებენ. გამახსენე, რომ უკრაინაში არ შევიჭრა, კარგი? ეს უბრალოდ კარგად ამთავრდება. ამ განცხადების შემდეგ, მას შემდეგ რაც თავი ასე დაახასიათა, მე ძაღლივით ვარ, რომელიც ძვალს არ უშვებს იმ საკითხებში, რაც მაინტერესებს. გრემმა დაიწყო მუშაობა კანონპროექტზე სახელწოდებით 2025 წლის რუსეთის სანქციების აქტი. თავის დემოკრატ კოლეგა, აშშ-ს სენატორ რიჩარდ ბლუმენტალთან ერთად მუშაობისას, გრემი მოუთმენლად ელოდა, რომ აშშ-ს სანქციები მოსკოვის მიმართ გამკაცრდებოდა, რადგან სჯეროდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა პუტინის იძულებისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს ომი დაესრულებინა. გრემის კანონპროექტი ითვალისწინებდა 500%-იან ტარიფს იმ ქვეყნების საქონელზე, რომლებიც კვლავ ყიდულობენ რუსულ რესურსებს, როგორიცაა ნავთობი, გაზი და ურანი. უფრო კონკრეტულად, ის პირდაპირ მიზნად ისახავდა ჩინეთსა და ინდოეთს, რომლებიც რუსეთის ენერგეტიკული ვაჭრობის დაახლოებით 70% შეადგენდნენ. იდეა მარტივი იყო. იმ რამდენიმე ქვეყნის მიზანში ამოღებით, რომლებიც კვლავ დებდნენ ფულს რუსეთში, გრემი იმედოვნებდა, რომ მათ კუთხეში მოაქცევდა და აიძულებდა თავიანთი ბიზნესი სხვაგან გადაეტანათ. ეს კი თავის მხრივ სერიოზულად დააზიანებდა რუსეთის ეკონომიკას, რომელიც იმ დროისთვის უკვე იწყებდა ზარალის მიღებას აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული მრავალრიცხოვანი სანქციების გამო. როდესაც ეკონომიკა განადგურებული იქნებოდა, პუტინს სულ უფრო გაუჭირდებოდა საკმარისი სახსრების მოძიება ომის გასაგრძელებლად და ბოლოს შესაძლოა სხვა გზა აღარ დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დამჯდარიყო და კონფლიქტი დაესრულებინა.
2025 წლის ივნისისთვის გრაჰამმა სიამაყით განაცხადა, რომ მის კანონ პროექტს ათეულობით კანონდებელი უჭერდა მხარს. მე მყავს 84 თანასპონსორი რუსეთის სანქციების კანონ პროექტისთვის, რომელიც ეკონომიკური ბუნკერბასტერია ჩინეთის, ინდოეთისა და რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის უკრაინაში სასტიკი შეჭრის გამო. ხეების გასვლასთან ერთად გრაჰამი არაერთხელ აცხადებდა, რომ ეს ინიციატივა საბოლოო კენჭისყრას უახლოვდებოდა, მაგრამ ვადები მუდმივად იწერდა, რადგან პრეზიდენტი ტრამპი ომის დასრულების სხვა მეთოდებს ამჯობინებდა, მაგალითად პუტინთან პირდაპირ კონტაქტსაც ექცა და მოლაპარაკებებს. თუმცა ამ წლის იანვარში გრაჰამი, როგორც ჩანს, წარმატებას უფრო მიუახლოვდა. ტრამპთან შეხვედრის შემდეგ სენატორმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მის კანონ პროექტს მწვანე შუქი აუნთო და საბოლოო კენჭისყრამდე მხოლოდ დროის საკითხი იყო დარჩენილი. სამწუხაროდ ის იმდენ ხანს ვერ იცოცხლებდა, რომ ეს ენახა. მაგრამ მისი ბოლო მნიშვნელოვანი ქმედებაც ამ ქვეყნად უკრაინის სამსახურში იყო. 10 ივლისს ის გაფრინდა კიევში, სადაც დაათვალიერა უკრაინული დრონების მწარმოებელი კომპანია Skypol-ის საწარმოო ობიექტები. ეს კომპანია ქმნის PP-1 სანს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ჩამჯერ დრონად ითვლება რუსეთის დაუღალავი დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში. გრეჰემმა თავისი ვიზიტის დროს შეძლო კომპანიის რამდენიმე უპილოტო სისტემის ნახვა, ასევე ახალი ტექნოლოგიების გაცნობა, რომლებიც ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. მან კომპანიის მიმართ დიდი ქება გამოხატა, უწოდა მას უახლესი ტექნოლოგიების საწარმო, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი საწარმოო შესაძლებლობები და ქმნის ტექნოლოგიებს, რომლებიც ბევრად არ ემატება პლანეტის ნებისმიერ სხვა კომპანიას. და ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში, რომელიც მას გაუკეთებია, სენატორმა კიდევ ერთხელ მოუწოდა შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის შემდგომი თანამშრომლობისკენ. ფიქრობ, ამერიკისთვის დიდი შეცდომა იქნება, თუ ის არ ითანამშრომლებს უკრაინასთან დრონების სფეროში. ისინი მზად არიან დაგვეხმარონ, რადგან ჩვენ მზად ვიყავით უკრაინას მხასხარი დაგვეჭირა მის ყველაზე რთულ პერიოდში. მომდევნო საღამოსთვის გრემის ცხოვრება დასრულდებოდა, მას შემდეგ რაც მისმა ოჯახმა ეს მოკლე და უეცარავად მყოფობად მოიხსენია. ბევრმა ოფიციალურმა პირმა და საზოგადო მოღვაწემ სწრაფად გამოთქვა სამძიმარი, მათ შორის უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმაც, რომელმაც გულწრფელი მადლიერება გამოხატა ყველაფრისთვის, რაც მან უკრაინისთვის გააკეთა. მოიხსენია იგი როგორც ქვეყნის მტკიცე მეგობარი, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ესმოდა და მხარს უჭერდა მის ბრძოლას. პრეზიდენტმა ტრამპმაც გამოაქვეყნა ონლაინ შეტყობინება, სადაც გრემი ერთ-ერთ უდიდეს ადამიანად და სენატორად მოიხსენია, რომელსაც ოდესმე ვიცნობდი, ასევე ნამდვილ ამერიკელ პატრიოტად, რომლის არ ყოფნაც ძალიან იგრძნობა. მაგრამ ქმედებები სიტყვებზე მეც ამბობს და გრემის გარდაცვალების პატივსაცემად რაიმე მნიშვნელოვანი საქმის გაკეთების სურვილით აშშ-ს სენატორებმა ოფიციალურად წარადგინეს გარდაცვლილი სენატორის რუსეთის სანქციების კანონ პროექტის განახლებული ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ცვლილებები შევიდა ორიგინალურ კანონ პროექტში, რომელიც გრემმა და ბლუმენტალმა წარადგინეს 1 წელზე მეტი ხნის წინ, ეს 60-ზე მეტკვედიანი დოკუმენტი მაინც ძალიან ცუდი ამბავია რუსეთისთვის. და რაც თავარია, კანონმდებლები მზად არიან დააჩქარონ მისი კანონად ქცევა. ბევრმა მათგანმა კი გამოთქვა რწმენა, რომ ის შეიძლება წინ წავიდეს კონგრესის აგვისტოს არ დადეგებამდე. დიდი დრო დასჭირდა აქამდე მოსვლას, რადგან რამდენიმე თვე გაგრძელდა მოლაპარაკებები როგორც რესპუბლიკელ, ისე დემოკრატ კანონმდებლებს შორის, ასევე თეთრი სახლის მონაწილეობით. მაგრამ ეხლა, როცა სანქციების კანონ პროექტი თითქმის ოფიციალურად იქცევა, რუსეთი ემზადება იმისთვის, რაც შეიძლება მის და ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას საბოლოოდ დაანგრევს და უფსკრულში ჩააგდებს. სანამ ავხსნით, როგორ შეიძლება ეს მოხდეს და რა უზარმაზარი გავლენა შეიძლება კონდეს ამ კანონ პროექტს, უნდა გითხრათ, რომ თუ ასეთი ანალიტიკა გსურთ, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვშლით ყველაფერს დეტალებად. კანონ პროექტის მიზნები ნათელია. მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება, იმის საშუალებით, რომ ჩამოართვან მას შემოსავალი, რომელიც სჭირდება უკრაინასთან მიმდინარე ომის დასაფინანსებლად, კონფლიქტი რომლის დასრულებასაც ზოგიერთი კრემლის ოფიციალური პირი თავდაპირველად რამდენიმე კვირაში ან თუნდაც დღეში პროგნოზირებდა, უკვე 4 ნახევარ წელზე მეტია გრძელდება და თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ სამხედრო ოპერაციად იქცა. ამ პერიოდში რუსეთმა ტრილიონობით დოლარი ჩადო თავის სამხედრო ძალებში. უზარმაზარი თანხები დახარჯა შეიარაღების შეძენაზე, წარმოებაზე, რეკრუტირებაზე და სხვა მიმართულებებზე. რუსეთს მილიონზე მეტი მსხვერპლი აქვს და უამრავი სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ძვიად ღირებული ტანკები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ხომალდები განადგურდა. ასევე უწევს სულ უფრო დამანგრეველი დრონებისა და რაკეტების იერიშების ატანა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ბოლო თვეებში რუსეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე არაერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ცეცხლში გაეხო. ამ თავდასხმებმა ქვეყანა კრიზისში ჩააგდო. თუმცა ომი მაინც გრძელდება, რაც ნიშნავს, რომ უკრაინისა და მისი მოკავშირეების საქმე ჯერ არ დასრულებულა. აი სწორედ აქ შემოდის ეს კანონ პროექტი საქმეში. თუ ეს კანონ პროექტი მიიღება, რაც საკმაოდ მოსალოდნელია, რადგან მას რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების დიდი მხარდაჭერა აქვს, კანონ პროექტი ფართომასშტაბიან სანქციებს დააწესებს რუსეთის მრავალ პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერზე, მათ შორის თავად ვლადიმირ პუტინზე. ასევე სხვადასხვა სახელმწიფო კომპანიებზე, ოლიგარქებსა და ელიტებზე. პუტინს შესაძლოა პირადად მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დიდად არ ანაღლებდეს, რადგან ის კვლავაც ფუფუნებაში ცხოვრობს, სასახლეებითა და კერძო თვითმფრინავებით. მაგრამ მნიშვნელობა აქვს მაშინ, როცა სანქციები მის ახლო გარემოცვაზე, ოლიგარქებზე, ბიზნესის ხელმძღვანელებზე და სხვა მდიდარ პირებზე ვრცელდება, რომლებიც სულ უფრო ხშირად ხედავენ, როგორ უყინავენ ქონებას და როგორ აკარგვინებენ დასავლეთის ქვეყნები მათ ყოფილ თავისუფლებებს. წლების განმავლობაში სწორედ ამ ადამიანებმა დაუჭირეს მხარი პუტინის ომს.
მაშინაც კი როცა ნათელი გახდა რომ კონფლიქტი გაცილებით დიდხანს გაგრძელდებოდა ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი და გაცილებით მეტ ფულს, ადამიანურ რესურსსა და ტექნიკას მოითხოვდა ვიდრე ვინმეს წარმოედგინიგინა, პუტინს მაინც მტკიცე მხარდამჭერთა წრე ჰყავდა. მაგრამ როცა სანქციების ტალღა-ტალღას მისდევს და ამ წრეს ურთყამს, აშკარად დაიწყო ბზარების გაჩენა. გამოუკიდებელი მკვლევარები ამჩნევენ, რომ რუსულ ელიტაში განხეთქილება ღრმავდება. ზოგიერთი მათგანი კი პუტინზე ზეწოლას იწყებს, რომ აღიაროს. ომი ჩიხში შევიდა და საჭიროა ნაბიჯების გადადგმა მის დასასრულებლად. დამატებითი ფინანსური სანქციები, რომლებიც ამავე პირებსა და ორგანიზაციებს შეეხება, უდაოდ კიდევ უფრო გაამწვავებს პოლიტიკურ დაძაბულობას, რომელიც ამჟამად სწრაფად ვრცელდება კრემლის კედლებში. მაგრამ კანონპროექტის გავლენა ამით ნამდვილად არ სრულდება. ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან სანქციების კანონპროექტი ასევე დააწესებს დამატებით სანქციებს რუსეთის ენერგეტიკულ პროექტებზე, ფინანსურ ინსტიტუტებზე. და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტი, საიდუმლო ტანკერებისა და სატვირთო გემების ქსელი, რომელსაც რუსეთი იყენებს ნავთობის, საწვავისა და სამხედრო ტექნიკის ექსპორტისთვის სოფლიო წყლებზე. ჩრდილოვანმა ფლოტმა დაამტკიცა, რომ მოსკოვისთვის საკმაოდ ეფექტური საშუალებაა არსებული სანქციების გვერდის ავლით და ქვეყნისთვის შემოსავლის მოტანით. ის იყენებს სხვადასხვა მოთხოვებით ტაქტიკას ამისთვის, მაგალითად გემების შეძენას და მათ გადატანას ანონიმური ფიქტიური კომპანიების რთულ ქსელებში. ისინი რეგისტრირდებიან ისეთ ქვეყნებში, სადაც საზღვაო ზედამხედველობის სტანდარტები სუსტია და რეგულარულად ცვლიან სახელებსა და რეგისტრაციის დეტალებს, რათა თავიდან აიცილონ დოკუმენტური კვალი. თუმცა დროთა განმავლობაში დანარჩენი მსოფლიო მიხვდა მოსკოვის ტაქტიკას და შეიმუშავა უფრო ჭკვიანი და ეფექტური გზები ამ ჩრდილოვანი გემების იდენტიფიცირებისა, თვალთვალისა და სანქცირებისათვის. კანონპროექტში არსებული დამატებითი სანქციები კიდევ უფრო გაართულებს ჩრდილოვანი ფლოტისთვის ოპერაციების შენარჩუნებას, რაც კიდევ უფრო შეამცირებს იმ რესურსების რაოდენობას, რომელსაც რუსეთი გაკიდის და იმ თანხას, რომელსაც ეს უკანონო მეთოდით მიიღებს. მაგრამ კანონპროექტის ყველაზე დიდი ნაწილი საერთოდ არ ეხება რუსეთს. ის კონცენტრირებულია იმ ქვეყნებზე, რომლებიც კვლავ აგრძელებებენ მასთან ბიზნესს. ეს ყოველთვის მთავარი იყო სენატორ გრემისთვის. თუ აშშ-ს შეძლებდა ისეთი ქვეყნების, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, რუსეთთან ბიზნესის კეთებისგან შეკავებას, მისი ყველაზე დიდი შემოსავლის წყაროები ძალიან მალე ამოიწურებოდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გრემი თავდაპირველად ამ ქვეყნებზე 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითხოვდა, მაგრამ ასეთი უკიდურესი ზომები ყოველთვის ნაკლებად იყო მოსალოდნელი, რომ კონგრესის მხარდაჭერას მიიღებდა. შესაბამისად, კანონპროექტი შეიცვალა და ტარიფის განაკვეთი უფრო გონივრუ, თუმცა მაინც ძლიერ 100%-ამდე შემცირდა. ეს ტარიფი გავრცელდება იმ 5 წამყვან ქვეყანაზე, რომლებიც ყველაზე დიდ რაოდენობას ყიდულობენ რუსულ ნედლ-ნავთობსა და ბუნებრივ აირს. სხვა ქვეყნები, რომლებიც ნაკლებ რაოდენობას ყიდულობენ, სავარაუდოდ მიიღებენ გამონაკლისის სტატუსს, თუ შეძლებენ დაამტკიცონ, რომ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ იმპორტის შესამცირებლად. ჩინეთი და ინდოეთი ამ სიაში ყველაზე დიდი მყიდველები არიან და ორივე მათგანი სერიოზულად დაზარალდება ამ კანონპროექტის შედეგად. ეს შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სავაჭრო დაძაბულობა ამ ორ ქვეყანასა და შეერთებულ შტატებს შორის და არც პეკინი და არც ნიუ-დელი არ იქნებიან კმაყოფილები ამით. მაგრამ საბოლოოდ ორივე ქვეყანა სავარაუდოდ დათმობს ზეწოლის ქვეშ. აშშ-ში ინდოეთისთვის ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარია, ხოლო ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შეიძლება დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდეთ, მაგრამ ისინი მაინც ყოველწლიურად ასობით მილიარდი დოლარის საქონელსა და მომსახურებას ცვლიან. არც ერთი ამ ქვეყნიდან არ სურს, რომ მათი სავაჭრო ურთიერთობები ამერიკასთან არამჯერად დონემდე გაუარესდეს. ამიტომ ისინი შეიძლება სწრაფად გადაწყვიტონ, რომ საბოლოოდ დადგა დრო, დატოვონ რუსეთის ბაზარი და ნავთობისა და გაზის მხრივ ალტერნატიული ვარიანტები მოძებნեն. და თუ ეს მართლაც მოხდება, რუსეთი მოულოდნელად აღმოჩნდება საშიშ პერსპექტივის წინაშე, რომ დაკარგავს ორ უმსხვილეს ინვესტორს. ორი ყველაზე ძლიერი საყრდენი, რომლებიც მის მერყევ ეკონომიკას ამაგრებენ, შეიძლება ერთ ღამეში ჩამოერთვას. შედეგი გამოუგნებელი იქნება და ამას ციფრებიც ადასტურებს. მაგალითად, მიმდინარე წლის მაისში ჩინეთმა რუსეთის ექსპორტის შემოსავლების 38% უზრუნველყო და დაახლოებით 8 მილიარდი დოლარი დააბანდა ნავთობის, მილსადენის გაზის, ქვანახშირის, თხევადი ბუნებრივი გაზისა და სხვა ნავთობპროდუქტების შესყიდვაში. ივნისში ინდოეთის მიერ რუსეთის ნედლი ნავთობის იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და წინა თვესთან შედარებით 34%-ით გაიზარდა, რადგან ნიუ-დელიმ რუსეთის წიაღისეულ საწოლზე დაახლოებით 6.3 მილიარდი დოლარი დახარჯა, მათ შორის დაახლოებით 5.15 მილიარდი დოლარი ნედლი ნავთობის შესაძენად. თუ ეს ორი ქვეყანა შეწყვეტს რუსეთის ენერგორესურსების შეძენას, ან თუნდაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ინვესტიციებს, ეს ნიშნავს, რომ მილიარდობით დოლარი აღარ შევა კრემლის ეკონომიკაში. და რადგან პუტინის ომის ხარჯები დრამატულად კონტროლს აღარ ექვემდებარება და ყველა მიმართულებით ფასები იზრდება, ასეთი ზემოქმედება შეიძლება რუსეთის საომარი მანქანისთვის ნამდვილი სასიკვდილო განაჩენის თოლფასი იყოს. როგორც ერთმა სენატის თანაშემცემ CNN-ს უთხრა, რუსეთის შემოსავლის უდიდესი ნაწილი, რომელიც განსაკუთრებით გამოიყენება უკრაინაში აგრესიული ომისთვის, შედგება რუსული ნავთისა და გაზთობისა და გაზის ექსპორტიდან. სწორედ ამიტომ კანონპროექტი სპეციალურად ამ ასპექტზეა მორგებული და ფოკუსირებულია რუსეთის ეკონომიკის ამ ნაწილზე. და აი საუკეთესო ნაწილი. სანქციები თითქმის მყისიერად ამოქმედდება. ისინი არ იქნება დამოკიდებული სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ან სხვა რომელიმე ფაქტორზე. პუტინს არ ექნება გზა, რომ ამ დილემიდან თავი დაიხსნას.
როგორც თავად კანონპროექტში აღწერილი, სანქციები უნდა ამოქმედდეს პუტინის, მისი ენერგეტიკული სექტორის, მისი ფინანსური ინსტიტუტებისა და მისი ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ კანონპროექტის დამტკიცებიდან 30 დღის განმავლობაში. დარჩენილია მხოლოდ მასზე კენჭისყრა. ამ ეტაპზე ზუსტად როდის მოხდება ეს გაურკვეველია, მაგრამ სენატის წარმომადგენლებმა გამოხატეს სურვილი და რწმენა, რომ ხმის მიცემა რაც შეიძლება მალე გაიმართება. მაგალითად, სენატორმა ბლუმენტალმა განაცხადა, რომ ეს შეიძლება აგვისტომდე მიიღო. ბლუმენტალმა დაამატა, რომ სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ თიუნმა მიანიშნა, რომ მზად არის წინ წავიდეს, როგორც კი ხმები ექნება და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ხმები. სენატორებმა ორივე მხრიდან ეს კანონპროექტი ლინდსი გრემისთვის ღირსეულ პატივად შეაფასეს, რომელიც როგორც ამბობენ, ძალიან აღფრთოვანებული იყო იმ პერსპექტივით, რომ თავისი კანონპროექტი კანონი გახდებოდა მის სიკვდილამდე ბოლო დღეებსა და საათებში. ბლუმენტალმა მაგალითად თქვა, რომ გრემს ესაუბრა იმ დღეს, როცა ის გარდაიცვალა და არასდროს გაეგონა, რომ ის ასე აღფრთოვანებული ყოფილიყო. რადგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თეთრი სახლი მხარს დაუჭერდა ჩვენს სანქციების კანონპროექტს ხანგრძლივი და ზოგჯერ მტკივნეული რთული ორპარტიული მოლაპარაკებების შემდეგ. სენატორმა კეთი ბრიტმა ბლუმენტალის სიტყვა გაიმეორა და აღნიშნა, რომ გრემმა თქვა, ეს იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც მას თავისი გრძელი და გამორჩეული კარიერის განმავლობაში გაუკეთებია. სამწუხაროდ სამხრეთ კაროლინის გარდაცვლილი სენატორისთვის მას არ ექნება შესაძლებლობა ეს იხილოს, მაგრამ მისი დარჩენილი კოლეგებისთვის არ არსებობს უკეთესი გზა, რომ პატივი მიაგონ მის მემკვიდრეობას და საბოლოო განსაზღვრელი კვალი დატოვონ მის პირად პოლიტიკურ ბრძოლაში რუსეთთან, ვიდრე ბოლოს და ბოლოს დაამტკიცონ მისი კანონპროექტი. შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც დიდ ნაბიჯებს დგამს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისკენ. იხილეთ ეს ვიდეო, რათა ნახოთ, როგორ გააერთიანეს ძალები ევროპის ორ წამყვან ქვეყანამ, გერმანიამ და საფრანგეთმა, რათა წარმოადგინონ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი, რაც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს. ან თუ გსურთ გაიგოთ, როგორ უპირისპირდებიან პუტინის მოკავშირეები და მრჩევლები მას, უყურეთ ამ ვიდეოს. და მეტი სასტრაფო სიახლეებისთვის, ანალიზისა და ხედვებისთვის ამ ომზე და სხვა კონფლიქტებზე მსოფლიოს გარშემო, გამოიწერეთ The Military Show დღესვე. და მადლობა როგორც ყოველთვის რომ უყურებთ.